როდესაც თქვენ ეცნობით მიმოხილვებს ტელევიზორის, smartphone-ის ან ტაბლეტების, ან თუნდაც პროექტორების შესახებ, სავარაუდოდ შეგვხვდებოდა ტერმინები ნიტი და ლუმენი, რომელიც ტექნიკური მახასიათებლების ან და დესკტოპის განყოფილებებში არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ვიდეოებშიც ხშირად გამომიყენებია ეს ტერმინი სპეციფიკაციების შედარების ნაწილებში სხვა პროდუქტებთან, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს ტერმინები სინამდვილეში და რა როლს ასრულებენ ისინი ამ ეკრანების მუშაობაში. ნიტები გამოიყენება კონკრეტულად, როდესაც საუბრობ ტელევიზორებზე, ხელის მოწყობილობებზე, მაგალითად როგორიცაა smartphone-ები, ტაბლეტები და შემდეგ. ეს არის საზომი ერთეული, რომელიც ეხება ხილული სინათლის სიკაშკაშის დონეს კონკრეტულ არეალში. ნიტი უდრის ტრადიციული სინათლის შუქს კვადრატულ მეტრზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დისპლეი, რომელიც შეფასებულია 600 ნიტით, უდრის 600 სინათლის გამოსხივებულ შუქს კვადრატულ მეტრზე. თქვენ შეიძლება ასევე შეხვდეთ ტერმინი კანდელი, რაც ფაქტიურად ნიტთან მიმართებაში არის ურთიერთშემცვლელი ტერმინები. თუმცა ნიტი გახდა სტანდარტიზებული ტერმინი დისპლეების სამყაროში, ასე რომ თქვენ ნაკლებად სავარაუდოა ნახოთ ტელევიზორის ან ტელეფონების ეკრანები, რომლის აღწერილობაშიც მოყვანილია სიტყვა კანდელი. ყველაზე საბაზრო დონეზე ნიტი არის ერთეული, რომელიც გაზომავს, რამდენად ნათელი შეიძლება იყოს ეკრანი. სიკაშკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკრანების ხილვადობაში, ასევე სასიცოცხლო როლს HDR კონტენტის ყურებაში. ფილმები და სატელევიზიო შოუები, როგორც წესი, გამოდის მინიმუმ 400 ნიტიდან, მაგრამ ბევრი მათგანი უკვე გამოსულია 1000 ნიტით. არის ფაქტობრივად ზოგიერთი ფილმი, რომელიც 4000 ნიტამდეა გადაღებული. საბოლოო ჯამში ნებისმიერ დისპლეი, რომელიც არ არის ისეთივე კაშკაშა, როგორც ფილმის ფიგურის კაშკაშის დონე, ვერ შეძლებს მის ჩვენებას ზუსტად ისე, როგორც ის იყო გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ 400 ნიტი არის ტექნიკურად HDR-ი, თქვენ ზოგადად აუცილებლად დაგჭირდებათ მინიმუმ 600 ნიტიანი ან მეტი სიკაშკაშის მქონე ტელევიზორი, რომ თუ გინდათ შეიგრძნოთ ზუსტი HDR კონტენტის გამოცდილება. თუ შესაძლებლობა გაქვთ, აუცილებლად იყიდეთ პრემიუმ ხარისხის HDR ტელევიზორები, რომელსაც შეუძლია 1000 ნიტის და მეტის გამოშვება, რადგან ეს ჩვეულებრივი პიკური სიკაშკაშის დონე HDR ფილმებისთვის სტრიმინგ სერვისებზე და 4K Blu-ray-ზე საჭიროა. ამ დონის ტელევიზორები არის მაგალითად LG-ის მოდელები, OLED-ები, G-სერია, C-სერია. თუმცა თქვენ და აღნიშნოთ ცალკე გამოყოფილი OLED-ების ხაზი, როგორც არის LG G3 და Panasonic-ის MZ2000, რომლებიც იყენებენ Micro Lens Array ან MLA ტექნოლოგიას, რათა მიაღწიონ თავბრუდავ სიმაღლეებს 1500-დან 2000 ნიტს შორის. ამას შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს HDR-ის შესრულებაზე, რომელსაც ვხედავთ უკვე შემდეგი თაობის ტელევიზორებიდან, უფრო მაღალი ნიტის მონაცემებით, თეორიულად რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვხედავთ ყველაზე კაშკაშა და ყველაზე მოწინავე HDR ხარისხის კონტენტს. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მეტი ნიტი ავტომატურად არ ნიშნავს უკეთეს ხარისხს, რადგან გაზრდილმა სიკაშკაშიმ შეიძლება გამოიწვიოს სურათის სხვა ასპექტების მსხვერპლშეწირვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სტანდარტული OLED მოდელების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ფერის მოცულობის შეიძლება საფრთხის წინაშე დადგეს და შინაარსი პოტენციურად ზედმეტად გაიჟღენთოს და დაგიტოვოს შთაბეჭდილება, რომ ის გამორეცხილია. რადგან ყველაზე კაშკაშა პირობებში თეთრი ელემენტი გადააჭარბებს სხვა ფერებს. განათებულ მოდელებში გაზრდილი სიკაშკაში ასევე საფრთხეს უქმნის შავი ფერის სიღრმეს, რადგან სიკაშკაშის გაძლიერება სურათის გარკვეულ ნაწილებზე რეგულარულად იწვევს სინათლის შეღწევას ბნელ ადგილებში. სწორედ ამიტომ არის, რომ OLED ტელევიზორები ძირითადად რამოდენიმე მოდელის გარდა გამოირჩევა mini LED-ებთან შედარებით დაბალი ნიტებით. რაც შეეხება ლუმენს, ლუმენი ეხება სინათლის რაოდენობას, რომელიც პირდაპირ გამოსხივდება წყაროდან, როგორიცაა ნატურა. AV-ის სფეროში სანათები უკავშირდება პროექტორებს, რომლებიც იყენებენ სინათლის წყაროს გამოსახულების გასაძლიერებლად. იქნება ეს ტრადიციული ნატურა თუ ლაზერული სისტემა. სანათურის მაღალი რაოდენობა ნიშნავს უფრო კაშკაშა სინათლის წყაროს და შესაბამისად უფრო ნათელ სურათს. პროექტორების სამყაროში შეგიძლიათ იპოვოთ ANSI ლუმენი, რომელიც ნიშნავს ამერიკის ნაციონალური სტანდარტების ინსტიტუტს. ეს ეხება სანათურის გაზომვის უფრო ზუსტ სისტემას მრავალი ცვლადის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფიგურა შეიძლება არ იყოს ნაჩვენები პროექტორის ყველა ტექნიკურ მახასიათებელზე, ANSI ლუმენები უფრო ზუსტია. ჩვეულებრივ სანათურიდან ANSI სანათურის ფიგურის პონის უხეში გზამკვლევი არის ლუმენის რაოდენობის გაყოფა 2.4-ზე, მაგალითად 3000 LED ლუმენი გაყოფილი 2.4-ზე, რაც უდრის 1250 ANSI ლუმენს.
პროექტორები ძალიან განსხვავებულად მუშაობენ ტელევიზორებისგან. წყაროდან წარმოქმნილი შუქი ირეკლავს ზედაპირდაპირ გამოსხივების ნაცვლად. ამიტომ პროექტორის ტიპისა და მისი პოზიციიდან გამომდინარე, სინათლის წყარო უნდა იყოს საკმარისად კაშკაშა, რომ დარჩეს ხილული გამოსახულება მაქსიმალურად სხვადასხვა განათების პირობებში. საიდუმლო არ არის, რომ პროექტორები საუკეთესოდ მუშაობს ბნელ ოთახებში. უბრალოდ აიღეთ თქვენი ადგილობრივი კინოთეატრის მაგალითი, რადგან როცა როგორც ბუნებრივმა შუქმა, ასევე ოთახებში გარემოს განათებამ შეიძლება გამოიწვიოს ხილვადობის პრობლემები. შესაბამისად, კინოთეატრში ამიტომ აბნელებენ დარბაზს, სადაც თქვენ იმყოფებით. საშინაო კინოს პროექტორებმა უნდა გადმოსცეს მინიმუმ 1000 ლუმენი, თუმცა ისინი ხშირად დგანან 1500-დან 2000 ლუმენამდე. უმაღლესი დონის პროექტორები, როგორიცაა Sony's VPL და XW7000ES, გამომავალი 3000 ლუმენზე მეტი აქვს სიკაშკაშე და ეს კვექნის მკვეთრ სურათს. ზოგიერთი პროექტორი ვრცელდება 4000 ლუმენის დიაპაზონშიც, მაგრამ ისინი ხშირად განკუთვნილია კომერციული გამოყენებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ალბათ არ იქნება კარგად მორგებული თქვენი სახლის კინოთეატრისთვის. ისინი განკუთვნილია სამუშაო დიდ ოფისებში ან მრავალი დანიშნულების სივრცეებში, დღის საათებში, საქმიანი გამოყენებისთვის და არა ფილმებისთვის ან სატელევიზიო შოუების საუბრებლად. ისევე როგორც ნიტების შემთხვევაში, ლუმენების მაღალი რაოდენობა ყოველთვის არ ნიშნავს უკეთეს სურათს, რადგან გადაჭარბებულმა სიკაშკაშემ შეიძლება შეაფერხოს ფერის მოცულობა, შეასუსტოს შავი ფერის დონე და გავლენა მოახდინოს კონტრასტზე.